და მადლობა გადაუხადო ჩვენ მეგობრებს FIFA-დან, ზოგადად FIFA-ს ორგანიზაციას, მის პრეზიდენტს ამ ხარდაჭერისთვის უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს სემინარი იმ მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი ორგანიზაციისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეს არის სამოყვარულო ფეხბურთი, მასობრივი ფეხბურთის ხელშეწყობა, განვითარება, ყოველთვის ხაზს უსმენთ, რომ ეს არის მთავარი ფუნდამენტი ფეხბურთის განვითარებაში, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში და სწორედ ამ მიმართულებით უამრავი რაღაცა გაკეთდა ბოლო წლებში, ძალიან გაზრდილია ეს ციფრი, რაც ძალიან გვახარებს. თუმცა დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ძალიან გვიხარია, რომ ყველა ის ორგანიზაციები, ჩვენი როგორც რეგიონალური ფედერაციები, მათი ხელმძღვანელები უშუალოდ ესწრებიან ამ სემინარს, მათ შორის სპორტის სამინისტრო არის უშუალოდ ჩართული, ისინი დღეს აქ იმყოფებიან, განათლების სამინისტრო. საბოლოო ჯამში ყველა ეს ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, ყველა ეს ორგანიზაცია ჩართულია და მონდომებულია იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდოს მასობრივ ფეხბურთში ჩართული ადამიანების, იქნებიან ეს გოგონები თუ ბიჭები, იქნებიან ეს მოზარდები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია, რომ ჩვენ შევქმნათ ის საფუძველი, ის ფუნდამენტი, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს ფეხბურთში, ისე ამ სამართლებრივი სპორტის სახეობით. First of all, big thanks to the Georgian Football Federation that are hosting us today, and we already second day that are spending on the presentation of the global football environment and also amateur football environment in Georgia. And definitely we are very impressed by the numbers that you already achieved. If we're looking at the back in 2015 and today, you are already, in terms of the participants of the registered players, you're already 4 times more than you started. So it's a big achievement, and we also do believe that you will achieve even bigger numbers. We are proud of Georgian FA, that how they're running the football in the country. We see the results not only for the national teams, but we see activities that's done by Georgian Football Federation in terms of the grassroots events, in terms of the festivals. We saw how many festivals you're doing also for the girls. We understand that this is also very important for Georgian FA, and that is also very important for us. So definitely in terms of the activities, in terms of the programs, how many programs on the grassroots level Georgian FA are running, and we are really proud of that, how they're doing and how they're achieving the goals.